სირიის ავიახაზებმა ახლახან განაახლეს პირდაპირი რეისები დამასკოსა და მოსკოვს შორის. ეს მოხდა 18 თვიანი შეწყვეტის შემდეგ, ახლა კი აღდგა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტი. შეიძლება ითქვას, ეს სირიის მსოფლიო საზოგადოებაში დაბრუნების კიდევ ერთი ნიშანია. ახლა კი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. დამასკო აცხადებს, რომ ტურიზმი მნიშვნელოვნად ბრუნდება. სწორია. ასე რომ, ომისა და იზოლაციის წლების შემდეგ დამასკო ეხლა ცდილობს სრულიად განსხვავებული იმიჯი შექმნას. ღია აეროპორტები, დაბრუნებული ვიზიტორები და ემიგრანტები და ქვეყანა, რომელიც მზადაა კვლავ მიიღოს გარესამყარო. ამ თემაზე ჩვენთან ერთადაა სირიის ჟურნალისტი და კინორეჟისორი ომარ ამუხადათი. მადლობა, რომ შემოგვიერთდით. ომარ, წლების განმავლობაში სირიაში დასასვენებლად წასვლის იდეა მართლაც შეუძლებლად ჟრევდა. მოდი ამაზე შევჩერდ. იცით, მართლა იწყებს ეს ახლა შეცვლას? მადლობა რომ დამპატიჟეთ. სინამდვილეში ეს სერიოზული აღდგენის ნიშნებია. ვგულისხმობ, იქნება ეს დაბრუნებული სირიელი ემიგრანტები, ტრანტები თუ ტურისტები, რომლებიც სირიის ნახვას ისურვებენ. ხომ იცით, ომამდე სირია სინამდვილეში ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულება იყო მთელ მსოფლიოში. და დიახ, ეს დაკავშირებულია შიდა მთავრობის ქმედებებთან, რომლებიც ინფრასტრუქტურის აღდგენის დაჩქარებას ისახავს მიზნად. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სინამდვილეში მათ გახსნეს დეირ-ზორის საერთაშორისო აეროპორტი, რათა სირიის აღმოსავლეთი ფრონტი დანარჩენ ქვეყანასთან დაეკავშირებინათ. და დღეს ფაქტობრივად გერმანული კერძო ავიაკომპანიები იწყებენ ფრენებს ამ აეროპორტში. ასევე ალეპოს საერთაშორისო აეროპორტმა დაიწყო ოპერირება, დაიწყო ავიაკომპანიების მიღება თურქეთიდან და სხვა მიმართულებებიდან. ასევე დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი. დიახ, ეს არის ნათელი ნიშნები იმისა, რომ სირია აღდგენის გზაზეა და ფეხზე დგება. და მალე შეიძლება ვიხილოთ სირია, რომელიც კვლავ მსოფლიო ასპარეზზე დაბრუნდება, როგორც მთავარი ტურისტული მიმართულება, სადაც ადამიანები ჩამოვლენ და საკუთარ თავზე გამოცდიან. მოხედე, მე სიამოვნებით მოვინახულებდი, გულწრფელად გეტყვი ამას. დამასკო აშკარად მომხიბლელი ადგილია, მაგრამ დამაბრუნე რეალობაში. ომარ, ნახე, მე მჯერა რომ არსებობს შანსი, რომ ისრაელის მოქალაქეები უფრო ღიად მიიღონ დამასკოსა და ბეირუთში, ვიდრე ბრიუსელსა და პარიზში. სულ რამდენიმე წელიწადში. ძალიან შორს მივდივარ. არა, ესე არ არის. სინამდვილეში ბევრმა ისრაელმა და იორდანიელმა მართლაც მოინახულა დამასკო და ძველი დამასკო. ებრაელები, სირიის ებრაული მოსახლეობა დაბრუნებას იწყებს. სინაგოგაც აღდგენას იწყებს დამასკოში. დამასკო კოსმოპოლიტური ქალაქია და ყველას გულღიად ხვდება, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს. შენ ხო იცი, რომ მთელი პრობლემა ისრაელთან მხოლოდ შეთანხმების მიღწევაზეა. ასე რომ შეიძლება დამასკოში შეგხვდე კავაზე და ბაკლავაზე და ერთად ვეწვიოთ მსოფლიოში უძველეს სინაგოგას დამასკოში. ეს სრულიად ნორმალურია. სინამდვილეში სირიელები ძალიან გახსნილი ხალხია. მათ ხშირად უარყოფითად წარმოაჩენდნენ საერთაშორისო მედიაში კი დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ასე არ არის. მაგრამ ეს საერთოდ ესე არ არის. მე იქ ვიყავი. ეს ყველაფერი ბაშარ ასადს და მის უკავშირდება. იცი, მის მოქმედებებს სირიის ხალხის წინააღმდეგ და დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიციის დემონიზაციას ცდილობდა, იგზავნიდა სუდ ან ნეგატიურ მესიჯებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ თავი შორს დაეჭირათ ამ ხალხისგან. თითქოს ესენი ცუდი ადამიანები არიან, რაც ასე არ არის. ასე რომ დიახ, მჯერა ძალიან მალე შეძლებ დამასკოს ქუჩებში სეირნობას, სელფის გადაღებას და თქმას: "ჰეი ბიჭებო, აქ ვარ." ხო, მე თვითონ სელფების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ჰეი, ვიზიტი შეიძლება იყოს, შეიძლება დრის წესრიგში იყოს. მოусმინე, ესეთი ისტორიები იგებს თუ არა ეს გასაკანს? იცი, არის თუ არა რაღაცა მსგავსი თოვლის გუნდის ეფექტი სირიაში? ამჩნევენ ხალხი ამას. სხვა სიტყვებით, იცი, ქვეყანა გზნობს რომ იხსნება. ეხმარება ეს ცვლილებას. ანუ ამატებს ეს რაიმე დადებით იმპულსს იმას, რასაც დამასკო ეხლა ცდილობს. რა თქმა უნდა, ნახე, საქმე ესეთია. სირია დღეს სხვანაირია. ეს აღარ არის ის სირია. ისინი, ვინც ახლა იღებს ძალაუფლებას, არიან სირიის ოპოზიციური ჯგუფები, ლიბერალები. ისინი, ვინც 14 წელი იბრძოლეს, რომ სირია თავის გზაზე დაებრუნებინათ. დიახ, ახალი იდეები ჩნდება. სირია ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოებაა. არ არის მხოლოდ ერთი იდეა, როგორც ზოგიერთ შეიძლება გონია. დაგიკვირდება თუ გაივლით დამასკოს ძველ ქუჩებში, თავად ნახავთ ეკლესიას მეჩეთის გვერდით, სინაგოგის გვერდით.
იქ არიან ურწმუნოებიც, ყველანაირი იდეები არსებობს. ასე რომ რთულია უბრალოდ თქვა, ვიცი როგორია სირია. არა, უნდა წახვიდე იქ. ფავად ნახო და გაგიკვირდება და ყველა ვისაც სირიაში ჩემი გასული თვის მოგზაურობისას ვესაუბრე, ყველა უცხოელი, ერთადერთი შთაბეჭდილება რაც მათგან მივიღე, ისაა რომ ღმერთო ჩემო, ეს სულაც არ იყო ის, რასაც ველოდი. ეს დადებით რეაქცია ჟღერს. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ აქ ისრაელში ვიცით, საერთაშორისო მასშტაბით ნაჩვენები ყოველთვის არ ასახავს იმას, რაც ქვეყნის შიგნით ხდება. ასე რომ, ეს თვალის ამხელი საუბარი იყო. ომარ, მადლობა რომ ჩვენთან იყავი ამ თემას. არაფრის, რა თქმა უნდა. ეხლა ამ სერიოზულ ამბავს სტუდიაში გადმოვიტანთ ისევ ჯონათან კორნრიხოსთან ერთად. და აშკარაა ჯონათან, მაშინ როცა სირია ცდილობს თავით არ მოაჩინოს როგორც რეფორმების მთავარი ცენტრი, გახსნის, ნორმალიზაციის. ფიქრობ, ისრაელის სწორად იჩენს სიფთვილეს დამასკოს რეჟიმის მიმართ. ასეთი იცით, ეკონომიკური აღდგენა, ტურიზმი. როგორ უყურებენ ამას ისრაელის უსაფრთხოების პერსპექტივიდან. ანუ ჩვენ აქ საზღვარზე რთულ რეალობას ვაწყდებით. დიახ, ანუ მე ამას მივესალმები და ვისურვებდი, რომ სირიის ხალხი იყოს წარმატებული, შეძუონ ეკონომიკისა და ქვეყნის მომავლის აშენება სირიელებისთვის. ტოლვილებისთვის, რომლებიც მილიონობით ევროპაში იმყოფებიან, რომ მათ შეძვონ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. შეიძლება ეს ცოტათი დაასტაბილურებს ევროპას ისლამიზაციის თვალსაზრისით და შესაძლოა ნიჭიერი ადამიანები დაბრუნდნენ სირიაში, თუ ამის სურვილი ექნებათ. ისრაელის პერსპექტივიდან, თუ ამას რეალობაში დავაბრუნებთ, სირიაში ხელისუფლებაში მყოფი რეჟიმი ჯერ კიდევ სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, ჯიჰადისტურ რეჟიმად ითვლება. ასე უყურებს ამას ისრაელი, ჩემი აზრით, დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით. ფიქრობ, თუ ძალიან პოზიტიურ მოვლენებს, განცხადებებსა და ქმედებებს ვიხილავთ მეორე მხრიდან, მაშინ შეიძლება ეს შეფასება შეიცვალოს, მაგრამ 7 ოქტომბრის შემდეგ. ისრაელი, როდესაც საზღვრის მეორე მხარეს იყურება, ხედავს შესაძლო მომავალ საფრთხეს, რომელიც ამჟამად ისრაელის ჯარების სირიის ტერიტორიაზე წინწაწეული განლაგებით არის შემცირებული. ფიქრობ, ისრაელმა უსაფრთხოების მოლაპარაკებებისთვის ხებებისთვის ხელი გაუწოდა. რომ დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელის მხრიდან საკმარისი იყო. დიახ, ფიქრობ ისრაელი ჯერ კიდევ შედარებით კონსერვატიულია ნებისმიერი ტიპის შეთანხმების დადებისას ალ-ჯალანის რეჟიმთან. მისი წარსულის გამო და იმის გამო, რომ ჯერ არ გვსმენია, რომ მან თქვას, ვთმობ ჯიჰადს და ჩემი მიზანი არ არის იერუსალიმისკენ ლაშქრობა და ძალით რაიმეს აღება. როცა ეს მოხდება, მაშინ შეიძლება ისრაელმა პოზიცია შეიცვალოს. ჯონათან ენრიკესი, გაგათავისუფლებთ. მადლობა რომ შემოგვიერთით.